ჩვენი ადვოკატი წარმოადგენდა დაჩის ინტერესებს და იცავდა სასამართლოს პროცესზე. ელბაქიძის აღმართზე გააჩერა პატრულმა და გადმოიყვანეს მანქანიდან, არის ნაცემი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და შეუფარდეს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ რაიმე შუამდგომლობა ნორმალურად თავისი დაცვა ეწარმოებინათ, რომ არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დაუკმაყოფილა, არ არის ნორმალურად მოწმეები დაკითხული, არ არის ვიდეო ჩანაწერები, არაფრით არ მტკიცდება რაიმე წინააღმდეგობის გაწევა. მოსამართლემ დაარღვია ყველანაირი სტანდარტი აბსოლუტურად საქმის განხილვის. ეს არის გვიტიშვილი, რომელიც უკვე მე რამდენჯერ იხილავს ადმინისტრაციული დაკავების საქმებს და სრულიად წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებს იღებს და აგზავნის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იზოლატორში 10 დღით, 20 დღით, 40 დღით და 90 დღით ადამიანებს და ამ შემთხვევაში დაჩის დამატებით კიდევ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით დაჩი არის ნაცემი, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამაზეც რაღაცა რეაგირება